დღეს გახარია საქართველოსთვის პარტიის ლიდერები ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 17 წლის წინანდელი მოვლენები და მუზეუმში გამოფენილი ომის ამსახველი მასალა დაათვალიერეს. ის შემდეგაც პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას. წინა დღეებია 7 აგვისტო. ჩვენ კარგად გვახსოვს რა ხდებოდა ამ დროს აქ ამ ადგილას და ზოგადად საქართველოში ეს არიან ჩვენი გმირები, ადამიანები, შინდისის გმირები და ყველა ის ჯარისკაცი და ქართველი, ვინც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან სამაგალითო ხალხი, ვისი მაგალითითაც ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები. დღეს ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციას და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად სამწუხაროდ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული ოკუპანტის მიერ, სამწუხაროდ დღეს ჩვენ ამდენი წელი გავიდა 2008 წლის შემდეგ და გვაქვს ვითარება, როდესაც არა მხოლოდ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული, არამედ დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არის უკვე რუსული რეჟიმი, რომელიც ამ რბილი ძალით ცდილობს უკვე არა მხოლოდ 20% დაეპატრონოს, არამედ დაეპატრონოს მთელ ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ.